გახურებთ ბიზნეს კურიერს დღეს 6 ივლისია შაბათი მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ მოგესალმებით. 100 ახალი საწარმო წლის ბოლომდე და 10 მილიარდი საპარტნიორო ფონდში პრემიერის ახალი დაპირება ნაადრევი ოპტიმიზმია და სათქმელიც არაფერი აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი. Ამდენ ხანს გასტანს მომხმარებლის ოპტიმიზმი, გამოკითხვა მაჩვენა, რომ ეკონომიკურ აღმავლობასა და დასაქმებას ის უკვე სექტემბერში ელოდა, თუმცა ივლისი დაიწყო, ციფრები კი ისევ ნეგატიურია. ეკონომიკის ზრდა განულდა მაისში, ახალ საწარმოთა რიცხვი კი 20%-ით დაეცა, იმპორტის ზრდაც 10-ჯერ უსწრებს ექსპორტს. რა ვქნათ ასეთ ვითარებაში ვიყიდოთ, თუ გავყიდოთ, რას ამბობენ ექსპერტები. გასული კვირა უარყოფითი სტატისტიკით დაიწყო, ქვეყნის ეკონომიკა მაისში გაჩერდა, აჩვენა საქსტატმა, ანუ მშპ ზრდა 0% იყო, მაშინ როცა შარშან საშუალო თვიური ზრდა 6%-ს აღემატებოდა. ამ ციფრებიდან 2 დღეში ოპტიმიზმის დათესვას პრემიერი შეეცადა, მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე 100 ახალი საწარმო გაიხსნება და საპარტნიორო ფონდიც 10 მილიარდს მიაღწევს. თუმცა ეს ფონდში არ დაადასტურეს. წლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100 მეტი საწარმო ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. თანა ინვესტირების ფონდი, რომელიც ჩემი ინიციატივით ფუძნდება, ძალიან ბევრი დრო დაიხარჯა სხვათა შორის დოკუმენტაციაზე და უახლოეს დროში მოხერხდება ამის დაფუძნება. მე 3 მილიარდს ვახერხებდი გაცხადებულ კაპიტალს, უკვე 5-ს გადააჭარბა, იმდენია მოსურნე, მე ბევრს ველაპარაკე პირადად და პირადად ძალიან ვაქტიურობ. მე არ გამოვრიცხავ, უახლოეში 10 მილიარდსაც გადააჭარბოს მოსურნეების რაოდენობა. ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, დროშიც შეგიძლიათ დააზუსტოთ, როდის იქნება ბოლოს და ბოლოს ეს ფონდი. ჩვენ დაუკავშირდით გიორგი ბაჩიაშვილს, ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ვისთანაც ივანიშვილმა გადაამისამართა მედია, მან კითხვა, რომ სათქმელი ამ ეტაპზე არაფერი აქვს და არც ინფორმაციას ფლობს ფონდში შენატანებსა თუ ახალი საწარმოების დაფინანსებაზე. პრემიერის განცხადებას კი ნაადრევი უწოდა მან და გადაცემაში სტუმრობაზეც უარი თქვა. უარი გვითხრეს შექმნილი ეკონომიკური ვითარების ახსნაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმაც სათქმელი არც ამ უწყებებში აღმოაჩნდათ და ის გადაგვჩენია მხოლოდ ციფრები გითხრათ. წელს მაისში მთლიანი წარმოება დაეცა და შედეგად დღეს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 6%-ით ნაკლები იყო შარშანდელთან შედარებით. შარშანდელ მაისთან შედარებით 17%-ით დაიკლო, ახალი კომპანიების რეგისტრაციამაც, ანუ სამეწარმეო აქტივობაც შემცირდა. იანვარ-მაისში 200 მილიონით, ანუ თითქმის 40%-ით გაიზარდა იმპორტი, ექსპორტი კი მხოლოდ 20 მილიონით, ანუ 10-ჯერ ნაკლებად, რაც ასევე ადგილობრივი წარმოების შეკვეცაზე მიუთითებს. აკაკი, ყველაფერ ამას ჩვენი მაყურებელი პირველ რიგში სამუშაო ადგილების კლებით იგრძნობს და ამ ეტაპზე ფასების შემცირებითაც, რასაც მოთხოვნის დაცემა იწვევს. ხოლო რა მოყვება ამას და როგორ ვიმოქმედოთ, რომ არ დავზარალდეთ, ახლა მაია გრიგოლი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან გვეტყვის. მაია, მოგესალმებით და თუმცა სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მოკლედ ვახსენებ ACT კვლევის შედეგებს, რომელიც მარტში, ანუ ხელისუფლების ცვლიდან 6 თვის თავზე ჩატარდა და მომდევნო 6 თვეში მომხმარებლის მოლოდის ასახავს. მაშინ ასე სექტემბრისთვის ბიზნეს გარემოსა და დასაქმების გაუმჯობესებას 55% ელოდა, დაველოდოთ გრაფიკას, აი და ვხედავთ. 44%-ს კი იმედი ჰქონდა, რომ შემოსავლებიც გაეზრდებოდა, რაც ალბათ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ გაცრუებული იმედებია. ასეა თუ არა? და თუ გაქვთ თქვენ, თქვათ, აი ბოლო რამე მონაცემები ამ კვლევა სამომხმარებლო განწყობასთან შედარებით როგორ შეიცვალა? დიახ, აისეტის კვლევით ინსტიტუტი ახორციელებს მომხმარებელთან ნდობის მონიტორინგს და უნდა აღინიშნოს მართლაც, რომ არჩევნების შემდეგ მომხმარებელთან ნდობის ინდექსმა მიაღწია პიკს და ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანები კმაყოფილები იყვნენ არჩევნების შედეგებით და მათ დაისახეს ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინები მომავლის შესახებ, მაგრამ დღეს დეკემბრიდან დაწყებული ეს მოლოდინები უკვე უარყოფითი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ განწყობაზე და მათ მოთხოვნაზე საქონელსა და მომსახურებაზეც აისახა და ჯამში მოთხოვნა შემცირდა, რომელიც მთლიანი ეკონომიკის ჯამურად 70 და ზოგჯერ 80%-საც კი შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენი საქონელი და მომსახურება მოიხმარონ ჯამში, დიდ ეკონომიკურ ყევებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. რაც გამოიხატა იმაში, რომ აი ბოლო სტატისტიკით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ინფლაცია უარყოფითი გვაქვს, ანუ დეფლაციასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, სანამ ინფლაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ დეკემბრიდან დაწყებული ესე იგი იყო უარყოფითი მოლოდინები ჩვენი კვლევის მიხედვით და უფრო მეტიც ივნისში. მანამდე ის ხალხი ყველა ელოდებოდა, რომ
მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნებოდა, ვიდრე მათი მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო, მაგრამ ივნისში უკვე მათი მოლოდინები მომავლის შესახებ შეიცვალა და ისინი უკეთეს მომავალს აღარ ელოდებიან. ამან ჯამში გამოიწვია მოთხოვნის შემცირება, რაც ასევე, რა თქმა უნდა, ინფლაციის ტემპზეც აისახა გასული 3 თვის მანძილზე -2.1, -1.7 და -0.1%-იანი დეფლაცია გვქონდა. ერთი შეხედვით სასურველი ფასების დონის კლება მომხმარებლისთვის რატომ შეიძლება იყოს ცუდი ეკონომიკისთვის, ამას მოგახსენებთ, იმიტომ რომ დეფლაციის გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება ნიშნავს წარმოებლისთვის, ვინც ამ საქონელსა და მომსახურებას მოწოდებს. ახსნათ, რომ დეფლაცია ეს არის საუბარი არა ფასების მატებაზე, არამედ კლებაზე. კლებაზე, კი. ერთი შეხედვით სასურველი არის მომხმარებლისთვის, რა თქმა უნდა, ფასების დონის კლება, მაგრამ მეორე მხრივ ის, ვინც აწარმოებს, ანუ ბიზნეს სექტორისთვის, კერძო სექტორისთვის, ეს ნიშნავს შემოსავლების კლებას. შემოსავლების კლება თან იმ ფონზე, როდესაც ხარჯების სტრუქტურა მოკლევადიან პერიოდში რჩება უცვლელი. ანუ ხელფასების კორექტირება და სხვა კაპიტალური დანახარჯების კორექტირება მოკლევადიან პერიოდში არ ხდება, რჩება ახალი სამუშაო ადგილების ინიციატივა და თქვათ мотиваცია მცირდება. ანუ мотиваცია თქვათ თუ სწორად მესმის, რომ თუ კი ვიცი რომ მე ფასები შემცირდება, მე ასე ვთქვათ უფრო მეტ ხანს მოვიცდი და არ ვიყიდე ამ კონკრეტულ პროდუქტს და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავაგდებ მეწარმეს. ეს არის ლოგიკა? ან ლოგიკა ის არის, რომ მოთხოვნის შედეგად დეფლაცია გვაქვს სახეზე და დეფლაციის შედეგად წარმოებლის რეაქცია, რომ მათი მოგების შემცირების შედეგად ისინი წარმოებას ამცირებენ. და რამ შეიძლება შეცვალოს თვითონ მოლოდინები, თვითონ მომხმარებლის მოლოდინები რამ შეიძლება თქვა უბიძგოს აი ერთიანი მოთხოვნის აწევისკენ. ერთიანი მოთხოვნის აწევისკენ ჩვენ ვიცით რომ ქართული საზოგადოება ძალიან სენსიტიური არის ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ, ამიტომ ცალსახა უნდა იყოს და სწორი უნდა იყოს, პირდაპირი უნდა იყოს ის ინდუსტრიული პოლიტიკა, ის განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს, ჩემი აზრით, უნდა გაუმჯობესდეს მათი მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც მიცემთ მათ მომავლის შესახებ უკეთეს განწყობით ყოფნის საშუალებას, რაც შემდეგ გადააწყვეტინებთ, რომ სხული საქონელი და მომსახურებაზე მათი ხარჯები გაიზარდეს. მოდით აი პრაქტიკულ საკითხებზე გადავიდეთ, რომელიც აი ჩვენს მაყურებელს აინტერესებს. მაგალითად, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე ანალიზიდან, რომელიც ახლა თქვენ მოკლედ მოყევით, თქვათ უძრავი ქონება, რომელიც ყველაზე ესეთი გავრცელებული პროდუქტია ფულის შესანახად თუ ფულის საშოვნელად. ეხლა დღეს აი ამ სიტუაციაში ჯობს უძრავი ქონება გაყიდო თუ მოიცადო იმედით, რომ აი ეს სტაგნაცია ფასების გამოიწვევს მოყვება ამას შემდგომ ზრდა ფასების და უფრო მოგებული დარჩები. იცით, ერთდროულად იმდენი ფაქტორი მოქმედებს ახლა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომ თვიდან კვარტლიდან კვარტლამდე კი არა, თვიდან თვემდე იცვლება მაჩვენებლები. აპრილში თუ პოზიტიური ტრენდები ქონდა, მაისში უკვე ძალიან ნეგატიური ტრენდები გვაქვს. ამიტომ პროგნოზის გაკეთება ესე ცალსახად ძალიან რთულია, თუმცა სექტორის შესახებ რომ გავაკეთოთ, კონკრეტულ სექტორის შესახებ რომ გავაკეთოთ, რჩევა, ხო, ამ შემთხვევაში უძრავი ქონების შესახებ. თავი საკმარისია შევხედოთ ინვესტორის ქცევას, იმიტომ რომ ინვესტორი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ფულს ანდობს ამა თუ იმ სექტორს და ის ანდობს იმ სექტორს, რომელიც განვითარების პერსპექტივა არის და სადაც მოგების მაღალი შანსებია. ამიტომ თუ შევხედავთ უძრავი ქონებაში, ანუ მშენებლობაში ინვესტიციების წილი ძალიან შემცირდა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოური. ამიტომ ახალი პროექტების წამოწყება ამ სექტორში ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი ამ ეტაპზე, ანუ ლოდინის რეჟიმში ყოფნა არის ყველაზე ოპტიმალური. თუმცა ესეც უნდა საშუალება კი გასაგები. ანუ შესაბამისად ყიდვაზეც ესეთივე მოლოდინის რეჟიმი არის უმჯობესი თუ მაინც კარგი მომენტია მისთვის რომ იყიდო, იმიტომ ფასები. ყიდვის შესახებ ამ ფასები უძრავ ქონებაში არ შეცვლილა თითქმის არ შეცვლილა, ანუ ეს დეფლაცია რომელიც არსებობს არ შეხებია უძრავ ქონებას, ასე რომ ყიდვა არანაირ რისკს არ წარმოადგენს. თუ არ ვახსენებ, თქვა ფილის ქალაქგარეთ ქონებას, იმიტომ რომ იქ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა რომ აგარაკები ცნობილი ადამიანების გაქურდეს და ნუ შესაბამისად იქ ფასებმა საგრძნობლად დაიკლო თუ შევხედავთ იქ განცხადებებს. ამასაც გულისხმობდი, როცა ვამბობ, რომ მიმდინარე ეკონომიკურ გარემოში ძალიან ბევრი ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, ამიტომ ჩემი რჩევა ზოგადად მომხმარებლისათვის, ვისაც ფული აქვს დაუშვათ, რომ და ფიქრობს რა გააკეთოს ამ ფულით, იქნება ლოდინის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ მეორეს მხრივ ეკონომიკა ვერ განვითარდება თუ ყველა მოვიცდით და ფულს არ დავხარჯავთ, ხო? ამ წარმოებას მივცემ ძალიან ცუდ სიგნალს. კეთილი და ბოლოს გითხავთ ასევე სესხის აღება, აი ამისთვის კარგი დროა თუ არა და თუ კი თქვათ აი რა სფეროში, მაგალითად უცხოეთში სასწავლებლად იმაზე გათვლით რომ უკეთეს კარიერას შევიქმნით, უკეთეს სამუშაო ადგილს მოვნახავ და შემოსავლები გამეზდება მაგალითად, ან
საერთოდ სხვა მიზეზი, ბიზნესის წამოსაწყება. სესხის აღებისთვის ნამდვილად კარგი პერიოდია, იმიტომ რომ ვიცით რომ ეროვნული ბანკი ვითარებს სტაბილურ და თანმიმდევრულ ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაბლა დასწია და ახლა არის თავის ისტორიულ მინიმუმში 4% არის, რამაც მცირედი გავლენა მოახდინა დოლარიზაციის გამო ის დიდ გავლენას ვერ ახდენს. მცირედი გავლენა მოახდინა სასესხო საპროცენტო განაკვეთზე, მაგრამ მაინც შემცირდა. ამით თან დეფლაცია არის, ასე რომ სესხის აღება და დეპოზიტის დადება პრინციპში გადავიდა, ალბათ ამ სესხების მხრივაც მოლოდინის რეჟიმში თუ გადავიდა მომხმარებელი, ეს პროცენტი კიდევ უფრო დაბლა წამოვა, არა? კი ბატონო, უფრო დაბლა წამოვა ეს პროცენტი, მაგრამ დანაზოგები გაიზარდა იმდენად, ეს არის პოზიტიური, რაც ბოლო პერიოდში მოხდა 6% დაახლოებით 7% april-მაისში, რომ ეს საშუალებას აძლევს ფინანსურ ბაზარს, რომ იაფად კოდექსი ამოქმედება და გრძელვადიანი კონტრაქტები იქნება, შესაბამისად, უფრო მეტი განწყობა იქნება მომხმარებლის მხარეს, რომ არსებული ხელფასი თუ შემოსავალი მას შეუნარჩუნდება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ერთწლიანი კონტრაქტები. მომხმარებლის მხრიდან ხო, მაგრამ თავარი ასეთი კონტრაქტი ბევრი იყოს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის. სამეწარმეო აქტივობას არ უწყობს ხელს ასობით ისტორია, რომელსაც ყოფილი მეწარმეები ყვებიან იმაზე, თუ როგორ მოექცა მათ წინა მთავრობა და ახლა ახალი მთავრობაც უყურადღებოდ ტოვებს. ნუგზარ ჯავახიშვილს სამშენებლო მასალების არაერთი საწარმო ჰქონდა, თუმცა პოლიტიკურ ნიადაგზე როგორც თავად ამბობს, მთელი მისი ქონება მთავრობამ საპატრიარქოს აჩუქა, იქ ძვირადღირებულ ტექნიკას მხოლოდ ის მოუხერხეს, რომ ჯარში ჩააბარეს. ავტო 2001-ის ფლობელის დევნის მიზეზი მისი 2007 წლის აქციებში მონაწილეობა გახდა. ნუგზარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ მის საკუთრებაში არსებული ბეტონისა და ბლოკის ქარხნების, ბენზინგასამართის სადგურისა და სატვირთო ავტომობილების წართმების გეგმაც ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაიწერა. ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კომპანიის გასაკოტრებლად ბიზნესმენს ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს. ამაშენებინეს 140 კოტეჯი წეც რაიონში. მისასვლელი გზა შიდა გზები გავაკეთე, რომელიც არ არსებობდა არც პროექტი, არც ხელშეკრულება, სპონტანურად მუშაობდით. ნუ ქვეყანას უჭირდა და გვესმოდა ყველას. მშენებლობის დასრულება 80-90% გაკეთებული მქონდა საქმის უკვე, რომ ხელშეკრულება ჩემ გაკეთებულ საქმეზე გაუფორმა სხვა ორგანიზაციას, თავიანთ მილობელ ორგანიზაციას. მითხრეს, რომ 105,000 გეკუთვნის ამის შესრულებაში, როცა მარტო დიზელის ხარჯი ჰქონდა 530,000. ამის შემდეგ სქემაში სალიზინგო კომპანია ალიანს ჯგუფი ჩაერთო, რომელიც ბიზნესმენს ინვესტიციის ჩადებას დაპირდა. ფინანსური პრობლემების გამო ჯავახიშვილი იძულებული გახდა შეთავაზებას დათანხმებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინვესტორი კომპანიის ქონებას გადაიფორმებდა, სანაცვლოდ მას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადი უნდა დაეფარა, მაგრამ ალიანს ჯგუფმა შეთანხმება დაარღვია. ჩემთან წინააღმდეგობის მიუხედავად შექმნეს შპს, რომლის დირექტორადაც დანიშნეს ვინმე ბადრი კუკულაძე, თავიანთი ახლობელი და უნდათ ამ ქონების ამ შპს-ზე გაატანა და მეც მითაკვდებოდა, რომ შენ დარჩენილი ქონება რაც არის საკმაოდ რაოდენობით ქონება დარჩა ჩემ მფლობელობაში კიდევ, რომ გადამეტანა იმ ფირმაზე. დავა სასამართლოში გაგრძელდა და საქმე ჯავახიშვილის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შემდეგ ალიანს ჯგუფმა უკანონოდ მითვისებული ქონება საპატრიარქოს აჩუქა. შეხედა რა ალიანს ჯგუფმა, რომ მან იგი კარგავდა ამ ქონებას და უბრუნდებოდა თავის კანონიერ მფლობელს, მათ დაიწყეს ქონების განადგურება. მივიდნენ საპატრიარქოში სამწუხაროდ საპატრიარქოს და მიიტანეს წერილი, რომ ამ ქონების შეწირულობის სახით გადაცემა უნდა საპატრიარქოს. მათმა ნახეს ეს ქონება და საკმაოდ სოლიდური ქონება, მე დავიწყე ძებნა კიდევ ჩემი და ქონების დიდი ტაკის ქონება იყო გარჩენის. და მივაკვლე სამების ლავრის ეზოში. ჩემს 9 კამას, თვითმფრინავ კამას, რომელიც დატვირთული იყო ჩემი დანადგარებით. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისი ქონების განადგურება დღესაც გრძელდება, დამნაშავეები და მათი მფარველები კი თანამდებობებზე რჩებიან. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქარხნები იდგა ფეხზე, არ იყო დაჭრილი. შეხედეს, რომ შეიძლება სამართლიანობა აღდგენილიყო, დააჭრეს ეს ჯართათის და გაიტანეს ტექნიკები, საერთოდ დამიჭრეს. მანქანა არ დამიტოვეს არც ერთი, აბსოლუტურად ყველა ქარხანა დაიჭრა. ჩემი გადაწყვეტილება უკანონო, სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მარვიდონას გამოიტანა. ეს არის დავების განხილვის ცენტრი, რომლის მეპატრონე არის ქალბატონი მადონა ღიბრაძე. მადონა ღიბრაძე დღეს ჩემი აზრით არა, გურს გავიგე, არის პროკურატურის მაღალჩინოსანი დღევანდელ ახალ ხელისუფლებაში.
დაზარალებული პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. ის საქმის ხელახლა გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ეს ქონება უნდა გადმოვიდეს ჩემს სახელზე, მაგრამ მათმა გაკეთებული აქვს ძალიან ისე გადაფორმებულები აქვს სხვადასხვა ფირმებზე. მაშინ ზიანი ამენაზღაურებნა ზიანი მომყენეს. თუ ვერ შეძლებს ზიანის ანაზღაურებას ის ორგანიზაცია, რომელიც დამნაშავეა ჩემს მიმართ, მე მაშინ სახელმწიფო სუდში ვარ. ალიანს ჯგუფში ჯავახიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქონება კანონიერად გადაიფორმეს, რადგან ავტო 2001-მა ნასესხები მილიონი ლარი უკან ვერ დააბრუნა. 3 წლის განმავლობაში არც ერთი მცდელობა არ ჰქონდა თანხის დაბრუნების. ერთადერთი რაც შეგვჭა იყო ის ქარხანა, რომელიც სრულიად გამოუსადეგარია კომპანიისთვის და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის მცირე ნაწილსაც კი ვერ ფარავს. სამწუხაროდ აღნიშნულმა პიროვნებამ, რადგანაც სასამართლოსით ვერაფერს ვერ მიაღწია, ის ახლა ცდილობს ამგვარი არაეთიკური და ცილისწამებლური მეთოდებით კომპანიის დისკრედიტაციას. მხარეთა შორის დავა მალე ისევ სასამართლოში გადაინაცვლებს. ალიანს ჯგუფი აპირებს ავტო 2001-ს იმიჯის შელახვისთვის უჩივლოს. დაპირებული სამართლის აღდგენას მოითხოვენ სხვა მეწარმეებიც, რომელთა ისტორია საარჩევნოდ გამოიყენეს, შემდეგ კი მიივიწყეს. ჭრელიაბანოსა და კუსტბის ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ საკუთარი ხელით ძალის გამოყენებით აპირებენ ქონების დაბრუნებას. ზღვიან, მაგრამ ვიდრე არაზო სამართალი აღდგება, რა თქმა უნდა აღდგება. სხვა შემთხვევაში ანარქიას მივიღებთ. საკუთრება და ოჯახის ღირსება, ეს ერთი და იგივე ღირებულება, ამას ქართველი კაცი ვერ დათმობს. აი რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. ერთი ქოლგაც კი არ არის, 2 წელია უკვე წართმეული მაქვს გაკეთებული. იმიტომ რომ ეს წართმეულია და ის ვერ გააკეთებს და მეორე პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მეხმაურება და ელოდება აღდგენას ჩემი სამართლის, რომ ჩაიდოს 60-70 მილიონი დოლარის ინვესტიცია, გაჩერებულია და თუ სახელმწიფოს ეს ყველაფერი არ აინტერესებს, მაშინ რაღაც ნონსენსთან გვაქვს საქმე. ჩემი საქმე სულ არაა ძნელი, მაგრამ იცით რომ რამდენი საქმეა 7000 თუ რა განცხადებაა შესული და სხვასაც დაგითხვა უნდა და რაღაც ჩუქება გამოფორმებიან, ასეთი ორნი ვართ. მე და ერთი ერეკლეს აბანო, ჩემი გოგიტა იყო აბანო და ერეკლეს აბანო მეორე რა. და ეს ძირითადად ესაა და ვიძიებთ ყველა აბანოს ერთად და ერთი კომპლექსში გავიმასქნით. უნდა დამიბრუნონ. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მე ფული არ ამიღია, მაგინდა და არაფერი. ორ ბიზნეს შორის დავაზე მარტივად მთავრობას კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავის გადაჭრა შეუძლია. ამ იმედით არასამთავრობო ორგანიზაცია ასეთი საქმეების ელექტრონულ ბაზას ქმნის. ერთი კვირაა პროექტი დაიწყო და უკვე 150-ზე მეტი საქმეა აღრიცხული. ესენი არიან ძირითადად სააქციო საზოგადოების წევრები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მეწილეები და პარტნიორები, ასევე ფიზიკური და ინდივიდუალური პირები. და ჩვენ სულ რაღაც ერთი კვირა ფაქტიურად რაც აპლიკაციების მიღება დავიწყეთ და ეს რაოდენობა ვფიქრობ დამაჯერებლად გამოიყურება. ჩვენ ამ ყველა განაცხადს ვსწავლობთ, მუშაობთ იმაზე რომ მოხდეს სწორად დახარისხება და ამის შესაბამისად გავაკეთოთ რეაგირება და დავეხმაროთ ამ მესაკუთრეებს სახელმწიფოსთან არსებული პრობლემების მედიაციის გზით გადაწყვეტაში. რეკლამის შემდეგ შესაძლებელია თუ არა აგროწარმოება იყოს მომგებიანი სამთავრობო IAP კრედიტის გარეშეც, რომელსაც ფერმერთა უმეტესობა ვერ იღებს. თბილი კომპანიები ამბობენ, რომ შესაძლებელია თუ კი საქმეს მეცნიერულად მიუდგებენ. თუმცა რამდენად შეუძლია გლეხს ამის გაკეთება? ალბათ არა და მათი დახმარება თავის თავზე ამერიკის მთავრობამ აიღო, სოფლად აგროცენტრებს მეტეო სადგურები შეუძინეს, რომ სასუქისა და საწამლავის შეტანა გლეხმა მაქსიმალურად ეფექტურად შეძლოს. დაგვრჩებით. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს, ფერმერთა ასოციაცია, რომელიც 700 მწარმოებელს აერთიანებს, აცხადებს, რომ IAP აგროკრედიტების სამთავრობო პროგრამიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 6 ფერმერს აქვს IAP კრედიტი დამტკიცებული, კიდევ 12 პასუხზეელის, ხოლო 40-მა უარი მიიღო. მთავრობის მონაცემებით კი ამ ეტაპზე სულ 3000-მდე სესხია გაცემული, საერთო ჯამში 48 მილიონის ლარის ოდენობით, თუმცა ფონდის გამოცხადებული მოცულობა წელს 150 მილიონი, ანუ ჯერ მხოლოდ მე-13-ია გაცემული. გაცემული არის 3000-მდე სესხი. თანხობრივად გამოდის 30 მილიონამდე სუბსიდირებული პროცენტი. რაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა კი ეს არ არის აგრარული ქვეყნისთვის სრულის მომცველი და დამაკმაყოფილებელი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ამ პროდუქტს უკვე ამუშავებენ ბანკები. რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას, მისმა წევრებმაც რამოდენიმე მაიღო სესხი. უკმაყოფილება მაინც არის იმ ხალხში, ვინც თქვა სესხს ვერ იღებს, თუმცა კი დაპირებები არის იმის, რომ უფრო გაიელდება IAP სესხის აღების საშუალება.
შესაძლებელია თუ არა მთავრობის დახმარების გარეშეც მომგებიანი იყოს აგროწარმოება. მარნეული აგრო ყველაზე მსხვილი აგროკომბინატი აცხადებს, რომ რთულია, მაგრამ შესაძლებელი თუ კი მეთოდოლოგიას ზუსტად მიღები. მარნეული აგროსთვის წლევანდელი ხორბლის მოსავალი განსაკუთრებული აღმოჩნდა. კომპანიამ 1 ჰექტარზე 7,5 ტონა მოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აღემატება. სულ გქონდა წელს 2 ექსპერიმენტული ნაკვეთი. პირველ ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს გარდაბანში, ავიღეთ ჰექტარზე დაახლოებით 4 ტონა 800-დან 5 ტონამდე. რაც შეეხება ამ ნაკვეთს, პირველადი მონაცემებით ჰექტარზე გამოვიდა 7 ტონა ნახევარი. საქართველოში არსებული საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ჰექტარზე მოსავლიანობა არის დაახლოებით მაქსიმუმი ეს არის 2 ტონა. საშუალო მოსავლიანობას ვიზახი. საშუალო მოსავლიანობიდან გამომდინარე 2 ტონასა და 7 ტონა ნახევარს შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. კომპანიაში ფიქრობენ, რომ მათი წარმატების ფორმულა საქართველოს ყველა რეგიონში ნებისმიერი მასშტაბის ფერმერისთვისაც კი იმუშავებს, რადგან ის განსაკუთრებულ ღონისძიებებს და ხარჯებს არ მოითხოვს. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ შევარჩიეთ ჯიშების სწორად. ამას დაემატა სწორად დაბალანსებული გამოკვების სისტემა, დროულად ჩატარებული რწყვები და სწორად ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებები. აი ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ის, რომ ჩვენ ავიღეთ აი ესეთი მაღალი მოსავალი. მართალია განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარება მაინც 30%-ით უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე სხვა ფერმერებს. გლეხების უდიდესი ნაწილი მოსავლის გაოთხმაგების შესაძლებლობის მიუხედავად ხარჯების ოდნავ აწევასაც კი ვერ ახერხებს. ამ შედეგებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წელს გაცილებით 3-ჯერ უფრო მეტად რენტაბელური გამოდგა ხორბალი, ვიდრე ჩვენ თვითონ მოველოდით. და მომავალ წელს უფრო მეტ ფართობებს დაუვთმობთ ამ კულტურას. დაბალ მოსავლიანობასთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა ქართული ხორბლის დაბალი ხარისხია, რის გამოც აქაური მარცვლეული იმპორტულთან შედარებით თითქმის 30%-ით იაფი, ტონა 420 ლარი ღირს. თუმცა აგროადების დაცვა გლეხებისთვის, ცალკეული გლეხებისთვის გაცილებით რთულია, ამიტომ ამერიკის მთავრობამ სოფლის აგროცენტრებს მეტეო სადგურები შეუძინა, რომ სასუქი და ქიმიკატები მათ სწორედ მაშინ მიყიდონ გლეხებს, თუმცა ეფექტი ყველაზე მაღალი იქნება და ამ გზით ფულიც დაეზოგებათ. ეს პატარა დანადგარი ფერმერებს დიდ სამსახურს უწევს. მის მიერ მოწვდილი ინფორმაციის მიხედვით, გორისა და ქარელის ხეხილის ბაღებში ახლა უკვე წინასწარაა შესაძლებელი დაავადების გავრცელების პროგნოზირება და შესაბამისად დროული და ეფექტური წამლობაც. მეხილეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ თუ როდის უნდა შეიწამლოს თავისი ბაღები. ზუსტად ამიტომ ძალიან პრობლემატური იყო და ხდებოდა ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივი წამლა, რაც დაუშვათ ფერმერისათვის იყო ზედმეტი დანახარჯები. USAID-ის გრანტით შიდა ქართლში 9 მეტეო სადგური დაიდგა. მათ კომპანია აგროქართლი მართავს. აგროქართლი პარალელურად შხამ ქიმიკატებით ვაჭრობს და კონტრაქტორ გლეხებს ბაღებისათვის აუცილებელ შეწამვლის დროს SMS-ის საშუალებით ატყობინებს. ასეთი სისტემა ზედმეტი დანახარჯებისაგან თავის არიდების და ხარისხიანი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. ყველაზე რთული რაც არის ქართლში, მეხილეობაში სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა. აქ პატარა გადაცდენა, 2-3 დღიანი გადაცდენა მთლიანად მოსავლის უხარისხობას ან მთლიანად განადგურებას იწვევს. ეს ამ მეტეოსადგურების საშუალებით ჩვენ ვღებულობთ ზუსტ ინფორმაციას ქეცის ასფოსფორობის გაბნევისა და მათი უკვე ხეხილის ბაღებში დაჯდენისა, რაც მე მოსავალს ანადგურებს, არა? და ინფორმაციას ვაწვდით ფერმერებს, რომ ამა თუ იმ პრეპარატებით აუცილებლად მოხდეს შეწამლა. მომსახურების ასეთი სისტემის დანერგვამ აგროქართლის მომხმარებელთა რაოდენობა აპრილიდან ივნისის ჩათვლით 2000-ით გაზარდა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათ რიგებს წლის ბოლომდე კიდევ 4000 მეხილე შეუერთდება. პარალელურად USAID-ის გრანტით ქარელში 5 ახალი სანერგე მოეწყო, სადაც ყოველწლიურად 100,000 ნერგს გამოიყვანენ. დონორმა ფერმერებისათვის თანამედროვე ხეხილის ჯიშები იტალიიდან ჩამოიტანა და წინასწარ შერჩეულ 5 ფერმერს დაურიგა. მათ ნერგების გამრავლება და შემდგომი რეალიზაცია დაევალათ. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ ყავდა ეკონომიკური ექსპერტები, რომელმაც დაუშვათ დადეს კვლევა თუ რა მიმართულების განვითარება შეიძლებოდა ამა თუ იმ რეგიონში. ჩვენ მხარი დაუჭერეთ სანერგე მეურნეობების განვითარებას. შიდა ქართლში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაკეთდა 5 სანერგე მეურნეობა. ეს სანერგე მეურნეობა, ამ სანერგე მეურნეობებში არის ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ბლის თანამედროვე ტიპის ენერგები. საუბრიდან შემოტანილთან შედარებით ალბათ ნახევარი ფასი იქნება. შემოტანილი ენერგია დაახლოებით 12 ლარი ჯდება.
აქ ალბათ 5-4 ლარად, 5 ლარად, 4 ლარად გაიყიდება ეს ნერგი. ახალი ენერგიები ბაზარზე შემოდგომიდან გამოვა და იმპორტირებულთან შედარებით იაფად გაიყიდება. ამ დროისთვის გამოვა ბაზარზე საქართველოში პირველად გამოყვანილი მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის ევროპული ჯიშებიც. წინამთავრობის აგროინიციატივები აღარ მუშაობს და მათ შორის აღარც მოცვის პროგრამა. თუმცა მეწარმეები მას დამოუკიდებლად სამთავრობო პროგრამის პარალელურად მაინც ახორციელებდნენ და დღესაც ახორციელებენ და ამბობენ, რომ ძალიან მომგებიანიცაა. იმერული მოცვის პლანტაციებიდან წელს პირველ მოსავალს იღებენ. 11 ჰექტრიდან მოწეული მოსავალი სულ 5 ტონა იქნება და მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ მათ სარისკო წამოწყებას მომხმარებელი დადებითად მიიღებს. ვინაიდან ჩვენ არა ვართ ესე ვთქვათ ფერმერები დიდი სტაჟით, ჩვენ ვეძებდით ისეთ პროდუქტს, რომელიც ჯერ საქართველოში არ არის. იმიტომ რომ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაღაცა ახალი და რომ ვთქვათ პირველები აღმოჩენილიყავით ბაზარზე პირველ რიგში ადგილობრივზე. და ასევე უყურებდით იმას, რა არის მოთხოვნადი უცხოურ ბაზრებზე. და კენკრა არის ძვირი ყველგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელისამუშაოა ჩასატარებელი და შესაბამისად ძვირი ევროპაში. თუმცა სამომავლოდ გათვლა მაინც ექსპორტზეა, რადგან მოცვი ევროპაშიც ეგზოტიკაა და იქ 2-3ჯერ უფრო მაღალი ფასიც აქვს. უკვე წელს მოცვის მცირე ნაწილს ექსპორტზე ირანელი ბიზნესმენებიც გაიტანენ და შესაძლოა მომავალი წლიდან ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი მოსავალი აღარც კი დარჩეს. ერთი შეფუთვა, რომელიც 125 გრამი იქნება, რაც არის ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ბაზარზე უნდა ღირდეს ლარი და 20, ლარიდან ლარნახევრამდე. საცალო ფასი ევრონახევრიდან 2.5 ევრომდე. 125 გრამი. ვარციხის პლანტაციებში თვლიან, რომ მათი მთავარი უპირატესობა მოსავლის გაყინვის შესაძლებლობაა, რაც მათ საბაზრო რისკებისგანაც დაიცავთ და ექსპორტიორებთანაც სასურველ ფასზე მოლაპარაკებაც გაუადვილდებათ. ამავე მაცივარს კი მოცვის მოსავლის დაბინავების შემდეგ უკვე შემოდგომაზე წაბლის გასაყინად გამოიყენებენ. თვითონ ენერგიის ფასი დაახლოებით $5 გამოვიდა თბილისში ჩამოტანილი. ხვალდაზე ჩვენ აუცილებლად შევქმნით სანერგეს და შესაბამისად ვინც დააპირებს ამ ბიზნესის გაკეთებას, უკვე შესაძლებლობა იქნება, რომ თბილისშივე შეიძინოს ნერგები. და ბევრად უფრო ნაკლები ინვესტიცია დაჭირდება. და ჯამში რამოდენიმე ასეული ათასი ლარია დახარჯული აი ამ ტერიტორიაზე. მოცვის მოსაყვანად საჭირო დიდი ფინანსები ინვესტორისთვის რისკიც არის და ერთგვარი დამცავი ფარიც, რადგან ძვირადღირებული ნოუ-ჰაუ ამ ბაზარზე კონკურენტების მოზღვავებას და ფასების ვარდნას გამორიცხავს. მოცვის პლანტაციამ მოსავალი 50 წლის განმავლობაში უნდა მოიწიოს. ჩადებული კაპიტალის ამოღებას კი სულ მცირე 7 წელი დასჭირდება. ამ თარიღის აღნიშვნას კომპანიაში საგანგებოდ მოცვის ღვინით გეგმავენ. კი, შესაძლებელია ღვინის გაკეთება სხვათა შორის. ხო, წელს არ ვიცი ვცდით თუ არა, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად ვცდით. იყიდება მოცვის ღვინო. მინახია ევროპაში იყიდება. საუბარში თემაზე რა შეუძლია გააკეთოს მეწარმე, რომ სოფლად პროდუქტიულობა გაზარდოს და შესაბამისად მომგებიანობა, აუცილებელია თუ არა ელოდოს სამთავრობო დახმარებას, რომელიც ყველას მაინც არ შეხვდება. გელა ხანიშვილი გვეტყვის აგრო 1959 ხელმძღვანელი, რომელიც არაერთი ტიპის აგროწარმოებას აერთიანებს. მოგესალმებით ბატონო გელა. ჩვენ ვნახეთ უკვე რამდენიმე სიუჟეტი და შესაბამისად დასტური იმისა, რომ შესაძლებელია სამთავრობო დახმარების გარეშეც სწორი ტექნოლოგიების გამოყენებით და სტრატეგიის თქვათ მიმართვით შერჩევით ასე ვთქვათ პროდუქტების რენტაბელური წარმოების აწყობა. თუმცა ამას სჭირდება ფული. აი ჩვენ უკვე ვიცით რომ აგროფონდმა გასცა 30000 ბოდიში 3000 ერთეული კრედიტი, ჯამში 48 მილიონი, ანუ საშუალოდ $10000. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ აი ეს მოცულობის იაფი რესურსი სოფლად უკვე წელს გამოიღებს რაღაც მნიშვნელოვან შედეგს. და აგრეთვე იყო ნუ აი ეს უფასოდ მოხნის პროგრამაც და ასე შემდეგ და სასუქების დარიგებაც. მოგესალმებით ბატონო აკაკი, მივესალმები საქართველოს მოსახლეობას და ბიზნეს კურიერის მაყურებელს, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი უყურებს და მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს, მიულოცო იმ ფერმერულ მეურნეობებს, რომელზეც თქვენ სიუჟეტში გამოიყვანეთ, ის წარმატებები, რაც მათ ნამდვილად მიუღწევიათ. საოცარია, მე ბიზნეს კურიერის აქტიური მაყურებელი ვარ და იშვიათია ესეთი დადებითად ძალიან ბევრი რამის წარმოჩენა და მე მიხარია, რომ ასეთ წარმატებებს ქართველი ფერმერები აღწევენ.
ბუნებრივია, სერიოზული ინვესტიციების გარეშე ასეთი წარმატებების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი რომ დაეხმაროს ინვესტიციების მოზიდვაში, დაეხმაროს IAF-ის აკრედიტო რესურსებით, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია, მაგრამ ჩვენ რა წარმოებებიც ვნახეთ ახლა, ამ შემთხვევაში იყო თუ არ ჩავთვლით იქ USAID-ის დახმარებას, ფაქტობრივად თუ მე სწორად გავიგე, იყო სწორი ინვესტიცია ჩადებული კერძო მეწარმეების მიერ და მოცვის პლანტაციებში ასეული მილიონობით ლარზე იყო ლაპარაკი და ამავე დროს იყო სწორად შერჩეული მენეჯმენტი. დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობას გარდა IAF-ის აკრედიტო რესურსისა სჭირდება ძალიან სერიოზული ზრდა კადრების თვალსაზრისით, შესაძლებლობების გაზრდა თითოეული ქართველი ფერმერის და ბუნებრივია სახელმწიფოს ის თანადგომა, რომელიც უფრო ეფექტურად შეიძლება იქნას წარმართული. მე მესმის რომ 48 მილიონი ერთის მხრივ ბევრია, მაგრამ მეორე მხრივ ეს არ არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც შეუძლია საქართველოს სოფლის მეურნეობა არსებული კრიზისიდან გამოიყვანოს. მესმის ის ასე ვთქვათ გარკვეული სკეპტიციზმის, რომელიც მოხნის პროგრამას ჰქონდა და რომელიც ალბათ საშემოდგომო უნათესებზეც გაგრძელდება და ბუნებრივია ეს ყველაფერი კარგია იმასთან შედარებით, მით უმეტეს, როდესაც წლების მანძილზე არაფერი კეთდებოდა, მაგრამ არსებობს მთელი რიგი სხვა მეთოდები, სადაც ჩემი აზრით შესაძლებელია ამავე ფინანსური რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენება. განსაკუთრებით აქ მინდა ხაზი გაუსვა იმ მასიურ მოხნის პროგრამას, რომელიც ერთნაირი ასე ვთქვათ, წარმატებით ხნავს ფერმერის და არაფერმერის და იმ ადამიანის მიწასაც, რომელმაც შეიძლება სრულიადაც არაფერი დათესოს და მიზნობრიობა აქ ჩემი აზრით არაეფექტურია და ასევე ვფიქრობ, რომ სახსრების ეფექტური მართვა შესაძლებელია იმ კუთხით, რომ მსხვილ ფერმერებს და თუნდაც წვრილ ფერმერებს გაუმაგრდეს საბანკო სექტორიდან ზურგი, გულისხმობ იპოთეკის შესაძლებლობას. როდესაც კრედიტის მოზიდვაზეა ლაპარაკი, თქვენ ნახეთ, რომ 3000 კაცი თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ციფრია. სინამდვილეში მხოლოდ 94-ია ის ადამიანი, რომელმაც შეძლო მესამე კომპონენტის აღება. და აქ ლომის წილი არის ზუსტად ყველაზე მეტი 600 მილიონი ლარამდე, რომელიც არის სეგმენტი და სწორედ აქ არის ის მომენტი, რაც ნიშნავს ბანკების რისკების დაზღვევას, როდესაც არ არის საგირავნო ინსტრუმენტი და ფიქრობ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა გააუმჯობესოს თავისი. კარგია რომ ეს თემა წამოჭერთ, იმიტომ რომ ვთქვათ გირავნობაში შეიძლება თქმა უნდა მიწაც ჩაიდოს და როგორც ტიპურ შემთხვევაში მიწა არის ის საკუთრება, სადაც ხორციელდება ეს აგრო ვთქვათ წარმოება და მიწის ფასი კი ვხედავთ რომ იმის გამო რომ სახელმწიფო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რომ ვთქვათ შეჩერდეს გასხვისება მიწის განსაკუთრებით ინვესტორებზე არ მიეცეთ მათ საშუალება რაღაც პერიოდში გაყიდონ უკვე შეძენილი ალბათ უკვე გამოჩნდა ეს ტენდენცია დაბლა წამოვა ეს ფასები და ბუნებრივია კრედიტში უჩადებ უზრუნველყოფას მისი მოცულობაც შემცირდება ხო? არა, რა თქმა უნდა, ჯერ ისედაც საერთოდ როდესაც გათვალისწინებული იყო მიწის ჩადება საგირავნო ინსტრუმენტად, ისედაც დაბალი იყო შეფასება 700 ლარზე იყო სახელმწიფოდან, რაც ხშირ შემთხვევაში არარეალური ფასია, იმიტომ რომ დაუშვათ ქართში, სადაც მე ვოპერირებ, 5-6000 დოლარი ღირს მინიმუმ სარწყავი მიწები. ამიტომ მე 700 ლარი არაეფექტური იყო და თვითონ ის აკრძალვა, რომელიც მიწის გასხვისებას ასე ვთქვათ ეხება, ერთის მხრივ მე როგორც ვფიქრობ, ეს ზღუდავს, კი, მოქალაქეები, უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისება ზღუდავს, ასე ვთქვათ, კერძო საკუთრების განკარგვის უფლებას და მეორეს მხრივ ძალიან ასე ვთქვათ, შემზღუდველი იქნება ინვესტორებისთვის ეს ფაქტორი, რომ შემოვიდნენ. ჩვენ რატომაც ხშირად აპელირებას ვაკეთებთ, რომ ესა თუ ის ქვეყნის მოქალაქე არ უნდა შემოვიდეს და არ უნდა იყიდოს. მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა ის სეგმენტია, სადაც ბუნებრივია უნდა გაუფრთხილდეთ მიწას და უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქართველმა შეძლოს ამ მიწის დამუშავება, მაგრამ ინვესტიციების ნაკადის შემოსვლა დამოკიდებულია სწორედ კერძო საკუთრების თავისუფლებაზე და თავისუფალ მიმოქცევაზე მიწაზე. ამ შემთხვევაში მით უმეტეს ჩვენ სასოფლო სამეურნეო მიწის ქვეშ გვაქვს მთელი რიგი ფართობები საქართველოში, რომელთაც დაინტერესებულები იყვნენ უცხოელები, მაგრამ ქართული ბიზნესი ამ მიწის თემებით ძალიან დიდი ხნის მანძილზე არც ყოფილა დაინტერესებული და ვერც იქნება. არის გაფრთხილება აუცილებელი. ჩვენ გვაქვს უცხოური ბიზნესის შემოსვლის თემები საქართველოში, რომლებიც იქცნენ მონოპოლიად და გარკვეულ შემაფერხებელ ფაქტორებად ქართული თავისუფალი კონკურენციის განვითარების მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგალითად ასეთი ძალზე სერიოზული არის ხორბლის თემაში, როდესაც ბატონ ასაბულ კასუმოვმა ფაქტურად 100%-იანი მონოპოლია დაამყარა საელევატორო ბიზნესში და ხორბლის თემა საკუთარ თავზე მიიბა და არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ ასეთი მიდგომები და ასეთი განვითარება და იმედია ახალი ხელისუფლება ამ კონცეფციას შეცვლის და ასაბულ კასუმოვს მოუწოდებს, რომ იმ ჩარჩოებში ოპერიროს, რაც ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის არის, მაგრამ მეორეს მხრივ არ უნდა გადავიდეთ ისეთ რადიკალიზმშიც, რომ ფაქტიურად შეუძლოთ ინვესტორების შემოსვლა. სოფლის მეურნეობაში მიწა ის ძირითადი სიმდიდრეა, რომელზედაც ეგება შემდგომი მცირე
გადამუშავება იქნება თუ დიდი გადამუშავების საწარმო. Აშკარად საჭიროა რაღაც კურსის კორექტირება, სტრატეგიის კორექტირება. აბსოლუტურად ერთის მხრივ მესმის მე სახელმწიფოს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი რამე ამ კუთხით მოუგვარებელია და განსაკუთრებით ეს მიწის ფონდის აღრიცხვას ეხება, სასაზღვრო ზონებს ეხება, მაგრამ მთლიანად ამ პრობლემის ესე გადაჭრა, რომ თუნდაც შეიზღუდოს ასეთი დიდი დროით უცხოელებზე და უცხოელების მიერ დაფუძნებული კომპანიების მიწის გაწყვეტება, არ ამგონია ინვესტორებისთვის წარმატების მომხდარი. ძალიან დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის. რეკლამის შემდეგ გაზღვევის ახალმა სისტემამ შესაძლოა წამალი კიდევ უფრო გააძვიროს, მიიჩნევენ ექსპერტები და შიშობენ, რომ ამას ბიუჯეტი ვერ გაუმკლავდება. წამლის ფასს სიღარიბის ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. მთავრობის განცხადების პასუხად კი, რომ ჰაერის დაბინძურება საშის ზღვარზეა, ხოლო მიზეზი მოძველებული არაეკონომიური ავტოპარკია. ბაზარზე Honda შემოდის, ეკო ღილაკით, რომელსაც თუ დააჭერ, ავტომობილის ზღვა 30%-ით შემცირდება. დაგველოდით. განაგზოთ ბიზნეს კურიერს უკვე ერთი კვირაა დაზღვევის ახალი სისტემა ამოქმედა, რომელმაც ისინიც მოიცვა, ვისაც აქამდე ჯანდაცვის არანაირი დაზღვევა არ ჰქონდა და არ ეხებოდა. შედეგად სამედიცინო სფეროში იმდენი ფული შევა, რამდენიც იქ არასდროს ყოფილა. თუმცა აკაკი არ ყოფილა არც ამდენი მომხმარებელი და შესაბამისად წნეხით სამედიცინო დაწესებულებებზე იზრდება და ამან შესაძლოა ხარისხის მკვეთრი ვარდნაც კი გამოიწვიოს. ხოლო სავალუტო ფონდის შეფასებით ახალი სისტემა უმთავრეს პრობლემას წამლების სიძვირეს მაინც ვერ პასუხობს, რაც სიღარიბის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ თემაზე საუბარში ახლა საერთაშორისო ფონდ კურაციოდან ნაკაკი ზოიძე შემოგვიერთდება. მოგესალმებით, ამდენად შეიძლება ვისაუბროთ თქვათ ხარისხის მკვეთრ გაუარესებაზე, იმის გამო რომ თქვათ იზრდება ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე. აქვე დავძენ რომ კურაციოს ფონდი თქვათ მონაწილეობდა სწორედ ამ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში და შესაბამისად შიგნიდან იცნობთ იმ ყველა პრობლემას და საფრთხეს, რომელიც ამ პროგრამას შეიძლება თან ახლდეს. მოგესალმებით. პირველ რიგში ალბათ დავაზუსტებდი მონაწილეობა ალბათ კონსულტაციის დონეზე. კონსულტაციის დონეზე, რა თქმა უნდა, იყო, გარკვეულწილად ასევე თვითონ სისტემის შეფასების კუთხით და უკვე შემდგომ თვითონ სტრატეგიული ჩარეები და თვითონ ასე ვთქვათ სტრატეგია შეიმუშავა თვითონ სამინისტრომ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საერთოდ თვითონ ეს ინიციატივა ძალიან მისასალმებელი გახლავთ და ალბათ არასოდეს ეს ყველა იმ ადამიანის შეიძლება ითქვას ოცნების ასრულება, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობდა. რაც შეეხება ამ მიმართულებით გაადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ხარისხის გაუარესებას, არ მიმაჩნია, რომ ძირითადი ფაქტორი, თქვათ, იმის გამო, რომ მოიმატეს პაციენტების რაოდენობა, ამის გამო შესაძლოა რომ მოხდეს ხარისხის გაუარესება. მე ვიტყოდი პირიქით, ხარისხი ჩვეულებრივ საქართველოს რეალობაში ასე ვთქვათ, პრობლემა ჰქონდა სამედიცინო ხარისხის იმას დაკავშირებით, რომ იყო პაციენტების შედარებით ნაკლები რაოდენობა, როდესაც ქირურგი აკეთებდა ერთ ოპერაციას თვეში, რაც თქმა უნდა ქირურგი ყოფილიყო, მას რეალურად მისი ასე ვთქვათ პროფესიული ჩვევები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში კეთდებოდა. როგორ ეფექტს იქონიებს ის, რომ თქვათ აი კერძო სადაზღვევო კომპანიები ფაქტურად ჩაანაცვლა ახლა სახელმწიფო სტრუქტურამ. აბსოლუტურად გეთანხმებით. აი რაც ეხება იმას, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო სწორედ აი როგორც ხარისხის უტილიზაციის, ანუ მოხმარების გაკონტროლებას, ის სტრუქტურები, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, აი ეს რა თქმა უნდა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგანაც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, თქვა, დადებითი მხარე თუ რამე ქონდა, ასე თქვა, დაზღვევას, კერძო დაზღვევას, გახლავთ ის, რომ და შემოვიდა და ნელ-ნელა მკვიდრდებოდა პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული რაციონალური მოხმარების, როგორც სამედიცინო მომსახურების, ისე მათ შორის მედიკამენტების. ანუ ფასი ხარისხის შეფარდება. რა თქმა უნდა და შედარებით, ხა იქ სხვა თემა არის, თქვა, პაციენტის ინტერესები შეიძლება ბოლომდე დაცული არ იყო და ხშირ შემთხვევაში გადახრებს ქონა ადგილი, ზედმეტად უარის თქმა არსებობდა ამის პრეცედენტები, არა დაუსაბუთებლად უარის თქმა სამედიცინო ხმარებაზე, ასე ვთქვათ, დახმარებაზე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, მაგრამ რეალურად გარკვეული სისტემა მკვიდრდებოდა. ეხლა ეს სისტემა მთლიანად უნდა მოხდეს, რეფორმა უნდა მოხდეს მთლიანად ამ სისტემის, ხოლო რამდენად სახელმწიფო შეძლებს ამის გაკონტროლებას,
ეს ამას მომავალი გვაჩვენა. თუ ვერ შეძლებს ეს ნიშნავს რომ ხარისხიც ეს აისახება და ფასზე, ხო? ფასის თქო, ნახ ორივე მმართველობაზე არის საუბარი, ფასებთან დაკავშირებით დღემდე ასე თქვა შედარებით გარკვეულობაში არიან თვითონ სამეცნიერო მომსახურების მიმწოდებლები. მე მგონია რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაალაგდება დროთა განმავლობაში, მაგრამ დღესდღეობით თქვა გაურკვეველია მაგალითად რას ნიშნავს 70%, რა ფასი 70%-ზე არის საუბარი, რა თანხაზე არის, ანუ რაღაც ტარიფები ეს თქვა საუბარი იყო აი თქვა წინამთავრობაში რომ გაიდლაინები უნდა შემუშავდეს რომ ყველა ნოზოლოგიაზე თუ დაავადებაზე იყოს ფორმულა მკურნალობის, აი ეს არ მოხდა. ხო, ანუ ეგრეთ წოდებული ესეთი DRG-ების სისტემის შემოტაღებაზე იყო საუბარი, სადაც მოხდებოდა მაღალრისკიანი და დაბალრისკიანი შედარებით, ან მაღალფასიანი, დაბალფასიანი, ასე თქვა, მომსახურების ერთ ჯგუფში გაერთიანება იმისათვის, რომ მომწოდებელ სტიმული ქონდეს, რომ მაქსიმალურად, ასე თქვა, რაციონალური და ავანტყოფის ინტერესში შესაბამისად უმთავრესი შენიშვნა, რომელიც აი სავალუტო ფონდის შეფასებით პროგრამის მიმართ გამოითქვა, ეს იყო ის, რომ არ პასუხობს უმთავრეს პრობლემას ამ სფეროში, ეს არის წამლების ფასი, წამლების მაღალ ფასი. და თქვენ მე რამდენს ვიცი, მიიჩნევთ, რომ არა მარტო თქვა არ ვერ ებრძვის წამლების მაღალ ფასს, არამედ შეიძლება ხელი შეუწყოს კიდეც ფასების კიდევ შემდგომს დასაც. აი როგორ რა სქემით, დიახ. ფაქტი ერთი რომ რაც იყო ძირითადი რეკომენდაცია და სხვადასხვა სავალუტო ფონდის ეს რეკომენდაცია ეფუძნება გარკვეულწილად იმ კვლევებს, რომელთა ნაწილი ჩვენს მიერ არის ასევე ჩატარებული. ისე როგორც სოფლიო ბანკის, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ წამლები გახლავთ ძირითადი ფაქტორი გაღარიბების, რაც არის დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯებთან საქართველოს მოსახლეობას. მათ შორის თუ თქვა მკურნალობის ხარჯებშიც უკავია ლამის 50%. უკავია თითოეული ოჯახის ჯანდაცვის დანახარჯების 50% უკავია წამლებს. მეტიც 60% უკავია ესე თქვა ოჯახის დანახარჯების, ხოლო მთლიანად ქვეყანას ჯანდაცვის დანახარჯების 50% მიდის წამლებზე. ეს არანორმალურად მაღალი ციფრები ამაზე თქვენ გქონდათ სიუჟეტი, მე ამაზე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ ის ძირითადი რეკომენდაცია რაც იყო, რომ რეალურად ამ პაკეტში მართალია ძალიან კარგი პაკეტია, თქვათ იმასთან დაკავშირებით, რაც განსხვავებით ის მხოლოდ გადაუდებელი, ასე თქვა, დახმარება, ნაცვლად იმისა, რაც დღეს არის გაფართოებული პაკეტი, მაგრამ კლავაც იმ რეკომენდაციას მიუხედავად, რომელიც ჯერ კიდე 3 წლის წინ იყო გაცემული ამასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო რაღაცა ფორმით და არსებობს ამის მეთოდები წამლების გაერთიანება, ასე თქვა, მედიკამენტების ამ პაკეტში, ეს არ მოხდა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი, რასაც მე შევხედავდი, რასაც მე ვიტყოდი ამ მთლიანობაში ძალიან დადებითი ინიციატივის წამლები ფასის მიერ რეგულაციიდან გარეთ გამოდის. კვლავ გამოდის გარეთ, მართალია სახელმწიფო აპირებს რაღაც რეგულაციების, ასე თქვა, შემოღებას თვითონ წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ეფექტიანი მექანიზმი შემოთავაზებული მე არ გამიგია, შესაძლებელი ამაზე მუშაობა მიდის, მაგრამ იმის გამო, რომ წამლები არ შევიდა პაკეტში, რეალურად არანაირი მექანიზმი იმისი, რომ თქვა, ჩვენ მოხდეს ამის ისა არსებობს. ამის გარდა თვითონ იმ სხვა მომსახურების ფასებთან პრობლემა შეიძლება იყოს და გარკვეულწილად თქვა, იგივე დღეს რო არის, რომ საკეისრო დაფინანსებულია და თქვა 800 ლარით და ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, კლინიკებს შეიძლება უბიძგოს, რომ აირჩიონ ეს ჯვრის მე მაგალითად გეტყვით, ეს უკვე იყო საქართველოში და თავის დროზე 2000, ასე თქვა, 1998 წელს ანალოგიურად მოხდა ტარიფის მომატება საკეისროსთვის და მაშინ მოხდა ესე, რომ უცებ ერთ წელიწადში საქართველოში საკეისრო კვეთების, ასე თქვა, პროცენტულმა რაოდენობა შეადგინა 4%-დან გაიზარდა 28%. რა პერიოდში? ამ ერთი წლის განმავლობაში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა მოკლე ანალიზისთვის, სამწუხაროდ დროში ვარ შეზღუდული, მაგრამ საინტერესოა ეს რისკები, რომელიც მოვისმინეთ და დაველოდოთ მოვლენებს, როგორ გამართლდება, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ხელისუფლება შეებრძოლოს ამ რისკებს და მათი განეიტრალება მოახდინოს. ახლა დღის ამბები, დღის სიახლეები, Fly Dubai სტრატეგიას ცვლის და დაბალ ბიუჯეტიან ფრენებზე ბიზნეს კლასსაც ამატებს. კომპანიის შეფი შეიხი ჰაით ალ ჰაიტი აცხადებს, რომ ამ ცვლილებით ის ბიზნეს კატეგორიის მგზავრებსაც მოიზიდავს და შედეგად მოგებასაც გაზრდის. კომპანიამ მნიშვნელოვანი ხარჯი გასწია, რომ low cost ფრენებზე, ანუ დაბალ ბიუჯეტიან ფრენებზე მგზავრებს მონიტორები და ვიდეო გართობაც ქონოდათ და ამის კომპენსირებაც მოხდება ახალი სტრატეგიით. თბილისის რეისზე 12 ბიზნეს კლასის სკამი ოქტომბრიდან დაემატება და მათი მომხმარებელი მიწაზეც და ცაშიც განსაკუთრებულ სერვისს მიიღებს, ხოლო დუბაიში ყოფნისას ტელეფონითაც შეძლებს ჩვენთან დაკავშირებას, რომ სხვადასხვა სახის სერვისი თუ დახმარება მიიღოს.
აჭარა ტექსტილსა და მსოფლიო ბრენდ Nike შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც უკვე შემოდგომიდან აჭარაში Nike-ის მაისურები შეიკერება. შედეგად აჭარა ტექსტილის დატვირთვა, რომელიც ორ ფაბრიკას აერთიანებს 50%-ით გაიზრდება. ამჟამად კომპანია წელიწადში Adidas-ის, Puma-სა და Lotus 4.5 მილიონ შორტსა და მაისურს კერავს წლის განმავლობაში და 1200 ადამიანს ასაქმებს. Nike-ის შეკვეთას $2 მილიონ დამატებითი ინვესტიცია დაჭირდება. There is no GSP+ country. საქართველოს GSP+-ის სისტემით სარგებლობს, რაც აქ წარმოებული პროდუქციის ევროპაში განუბაჟებლად შეტანას გულისხმობს. მარტო ამ რეჟიმის გამო Nike-ს საქართველოში პროდუქციის წარმოება 12-15%-ით უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე მაგალითად ჩინეთში. უფრო იაფი დაჯდება პროდუქციის ევროპამდე ტრანსპორტირებაც. Nike-თან უახლოეს მომავალში სხვადასხვა პროცედურები დაიწყება, მათ შორის ჩატარდება სოციალური აუდიტიც. ანუ შემოწმდება, როგორ პირობებში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები და რამდენადაა დაცული მათი უფლებები. ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება და პროდუქციის წარმოებასაც ამ დროისთვის დავიწყებთ. თბილისში იაპონური გიგანტი ავტომწარმოებლის Honda-ს ცენტრი იხსნება. კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე სრულიად ახალი ტექნოლოგია შემოაქვს, რითაც მთავრობის შეშფოთებასაც პასუხობს, რომ მოძველებული და არაეკონომიური ავტოპარკის გამო ჰაერის დაბინძურება ქალაქში სახიფათო ზღვარზეა. Honda-ს ეკოღილაკზე დაჭერით მძღოლი საწვავის ხარჯს ერთბაშად 30%-ით ამცირებს. представляем Honda CR-V. დღეს ჩვენ Honda CR-V-ის უახლეს მოდელს წარმოგიდგენთ. ის უნიკალური მანქანაა, რომელიც საკუთარ თავში სედანის კომფორტსა და მაღალი გამავლობის ავტოს ფუნქციებს აერთიანებს. ავტომობილის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია. ამიტომ მეტი მიმზიდველობისთვის CR-ვის ეს მოდელი ქრომირებული დეტალებითაა გაფორმებული. რადიატორიდან დაწყებული ქრომირებული მოპირკეთებაა სახელურებზეც. ავტომანქანის მთელ სიგრძესა და საბარგულზე, რაც მანქანას მდიდრულ გარეგნობას აძლევს. Багажник автомобиля стал как ავტომანქანის საბარგული CR-ვის წინა მოდელებთან შედარებით ძალიან ტევადია. დაემატა სავარძლების სწრაფი დაკეცვის ფუნქციაც. ხელის ერთი მოძრაობა საკმარისია, რომ საბარგულის მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. А теперь давайте пройдем. ახლა კი მანქანის სალონი დავათვალიეროთ. Основные функции. ავტომანქანის მართვისას საჭირო ყველა ძირითადი ფუნქცია საჭეზეა განთავსებული, მათ შორის კრუიზ კონტროლი, აუდიო სისტემების მართვა, Bluetooth და ფარები. აუდიო სისტემა წინა პანელზეა გამოტანილი, საკმაოდ დიდი ღილაკებით, რაც უფრო მოსახერხებელია. აქვეა ორმაგი კლიმატ კონტროლის მართვის პულტიც. Хочу отметить центральный. დააღვნიშნოთ ცენტრალური მონიტორი, რომელიც ასევე წინა პანელზე მდებარეობს. მასზე აისახება ყველა საჭირო მონაცემი, მათ შორის ბენზინის წვის მაჩვენებელი, ასევე თავისუფალი ფონი, სადაც თქვენთვის სასურველი ფოტო შეგიძლიათ განათავსოთ. А теперь самое время показать. ახლა კი დროა CR-ვის ახალი მოდელი გზაზეც გამოვცადოთ. წავიდეთ. Поехали. Of my heart, robber of my soul. CR-V აღჭურვილია 2.4 ლიტრის მოცულობის ძრავით. ესაა iVTEC-ის ტექნოლოგიის ძრავა, რამაც Honda-ს დიდი წარმატება მოუტანა. Вы можете забыть о таком вопросе, как расход. Თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ თემა, რასაც ბენზინის ხარჯი ქვია, იმიტომ რომ ავტომანქანა აღჭურვილია სისტემით ეკო. შესაბამისი ღილაკის ჩართვით პანელზე ერთვება ორი მწვანე ზოლი, რომელიც გიჩვენებთ რამდენად სწორად ხარჯავთ საწვავს. მაგალითად, ახლა მკვეთრად მოუმატოთ სიჩქარეს. ხედავთ, რომ მწვანე ზოლი თეთრად გადაიქცა. ეს გიჩვენებთ, რომ საწვავის ხარჯვა ოპტიმალური არ არის. გარდა ამისა, ავტომანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების ყველა იმ სისტემით, რაც დღეისათვის არსებობს ავტოწარმოებაში. ქალაქში ის მაქსიმალურ კომფორტს მოგანიჭებთ. ქალაქ გარეთ კი მძლავრი ძრავის საშუალებით ყველა დაბრკოლებას დაძლევთ, ვინაიდან CR-V ჯიპისა და სედანის უნიკალური სიმბოლოა. Hear my cry and ease my pain. გასულეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში, ამით ასრულებს თქვენთვის მუშებას, მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი არ დაივიწყოთ, ვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.